შიცის საერთაშორისო დღეს საქართველოს გავარესებული სტატისტიკით ხვდება 2014 წლის მონაცემები და HIV ინფექციით ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 6000-ს აღწევს, მათ შორის არიან ბავშვები. დაავადების გამო წელს ქვეყანაში 966 ადამიანი გარდაიცვალა. მოხდა ვარ იმით, რომ ეს პრობლემა ყოველ შემთხვევაში ცხოვრება შეიძლება გრძელდება. 32 წლის არის და HIV ინფექციის შესახებ 3 წლის წინ გაიგო. თავდაპირველად სამკურნალოდ ევროპაში გაემგზავრა. ახლა ის რეაბილიტაციის სრულ კურსს საქართველოში გადის. ანალიზის პასუხი მისთვის მოულოდნელი იყო. რაც შეუძლია სახელმწიფოს და თვითონ გლობალურ ფონდს ყველანაირად ვეხმარებიან. საკმაოდ კაი წამლები არის. კარგად გრძნობ თავს, ასე რომ მოხდა არა. გასულ წელთან შედარებით საქართველოში შიცის 25 ახალი შემთხვევით მეტი დაფიქსირდა. 1 დეკემბრის მონაცემებით შიცისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია ინფიცირების 4656 შემთხვევა, რომელთაგან 3413 მამაკაცია, 1233 კი ქალი. HIV ინფექციის გამოვლენის ერთადერთი საშუალება ლაბორატორიული კვლევის ჩატარებაა. სიცხეს ანალიზის რისკ ჯგუფებისთვის აღება უფასოა და სწორედ ამ კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ინფიცირების გავრცელების მთავარ პრობლემად ისევ ნარკომანია წარმოადგენს. გადაცემის გზების მიხედვით რეგისტრირებულთა თითქმის 50% სწორედ ინტრავენური ნარკომანია. 41% კი ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა. დღეს მსოფლიოს შიცთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს. საქართველოში ამ დაავადების მართვა ერთ-ერთი საუკეთესო არის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის. მისდომადობა არის ყველასათვის, ვისაც კი ეს მკურნალობა ჭირდება. ეს ფინანსდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე გლობალური ფონდისგან დაფინანსებით. 100%-იანი ხელმისაწვდომობა გვაქვს თითქმის მკურნალობაზე, ანუ ყველა ადამიანი, ვისაც ჭირდება, ის მკურნალობს, თუმცა მთელი რიგი პრობლემები გვაქვს პრევენციის საკითხებში. გაეროს პროგრამით ახალი კამპანია დაიწყო, რომლის მიზანი 2030 წლისათვის შიცის ეპიდემიის აღმოფხვრაა. შიცისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დღევანდელი მონაცემებით HIV ინფიცირებულების სავარაუდო რიცხვი საქართველოში 6000-ს უტოლდება.